სექტემბერს გვექნება მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოში, კარმულ-აღმავლო კვანძთან შეერთებაში. ეს იწყება ორკვირიანი დერეფანი დაბნელების და 21 სექტემბერს იქნება უკვე მზის დაბნელება. ეს შუა ლეტერი ძალიან მნიშვნელოვანი, საერთოდ ყველასთვის. მნიშვნელოვანი ენერგია შემოდის სამყაროსთან, ისე რომ ვთქვათ, დედამიწაზე, რომელიც გვაძლევს სერიოზული ცვლილებების შანსებს. ეს იქნება რეალური ცვლილებები ცხოვრებისეული თუ ეს იქნება მაგალითად ფსიქოლოგიური თუ ენერგეტიკული ცვლილებები. ყველაზე კარგად მუშაობს ხოლმე მაგალითად რაღაც თუ არის შესაძლებელი ცხოვრებაში ამ პერიოდში ვიყენებთ დაბნელების დერეფანს. 6, 7, 8 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მაინც ისეთ არაფერს სერიოზულს არ ვაკეთებთ ხოლმე. იმდენად ენერგეტიკულად დატვირთული არის ეს დღეები, რომ ცოტა შეიძლება რაღაცები ისე აღარ წავიდეს მერე. ახალ ციკლს რთავს დაბნელება, ახალ კარმულ ციკლს რთავს. ეზოთერული გაგებით, კარმულ კვანძთან არის ყოველთვის დაბნელება შეერთებაში, რომ ძალიან კარგი პერიოდი არის ცვლილებისთვის, რაღაც პროცესი ან გადაიყვანონ ახალ ეტაპზე, ან რაღაცა დაასრულონ და ახალი დაიწყონ მაგალითად, ან უბრალოდ შეცვალონ დამოკიდებულება რაღაცების მიმართ, ან საერთოდ ახალი პროექტი დაიწყონ, განაახლონ თავიანთი ცხოვრება. იქ ვიღაცა პირაც განაახლებს, ვიღაცა კარიერას განაახლებს, ვიღაცა მაგალითად უბრალოდ ცნობიერებაში შეიტანს სერიოზულ ცვლილებებს, ხო? მაგალითად თერაპიულად მე ყველაზე მეტად დაბნელების პერიოდს ვიყენებ. საერთოდ რას ნიშნავს დაბნელება კარმულ კვანძებთან? კარმული კვანძები გვაქვს ასტროლოგიაში ესეთი ცნება, რომელიც აღმავალი კვანძის არის ცნობილი. ეს არის წარსული ცხოვრების ენერგია, აღმავალი კვანძი, აღმავალი ნიშნავს ეხლა რა მისიით მოვიდა ადამიანი ამ ცხოვრებაში. ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში ეს არის მოტანილი რესურსები გენეტიკურად და აღმავალი მიანიშნებს უკვე საით უნდა განვითარდეს უკვე ადამიანი წარსულ რესურსებზე და გამოცდილებაზე დაფუძნებულად. როცა არის მთვარი შეერთებაში ამ კვანძებთან, ხო? აქ უკვე რაღაც სერიოზული ახალი გარდამავალი პერიოდი ირთვება. დააკვირდით რა გაქვთ ახლა აქ მთვარე რა არის ჩვენ ემოციებში, რა არის შესაძლებელი ჩვენს განწყობებში, რა არის შესაძლებელი. კარმული კვანძი არის ახლა თევზებში და დაბნელებაც იქნება თევზები ქალწულის ღერძზე. ანუ დაღმავალი მიგვანიშნებს, რომ ქალწულში არის და ქალწულის ენერგია ჩვენთან არის ეს პრაგმატულობა, შრომა, მუშაობა, პრაქტიკული მიწაზე რომ ყარად გავართ ისეთი არჩევანები, ხო? და თევზები არის ოცნებები, რაღაც ოცნებას რომ მივყავარ, რაღაც გრძნობებს რომ მივყავარ, შეიძლება დავარღვიო ის ჩარჩოები და წავყვე ოცნებებს, წავყვე ჩემს გულის თქმას, ხო? თევზები ამასთან არის ყოველთვის დაკავშირებული და აი ეხლა იქნება ეს პერიოდი, ვინ მიყვება თავის გრძნობებს, განცდებს და არა ლოგიკას, რაციონალიზმს მაგალითად. აი ამის გამოცდა ხდება ეხლა.